ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა ავაღორძინოთ. ასეთი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მან ცნობილი პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილის საქართველოში მოწვევა და მისთვის ამავე თეატრის საბალეტო დასის ჩაბარება გადაწყვიტა. მართალია ანანიაშვილს თეატრში ტექნიკიდან დაწყებული დასი დასრულებული უამრავი პრობლემა დახვდა, თუმცა პრიმას ცოტა ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ აქვე წესრიგი დაემყარებინა. წესრიგის პირველი სიგნალი კი ის პრემიერები აღმოჩნდა, რომლებიც თეატრში ანანიაშვილის მოსვლისთანავე სავსე დარბაზში აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა. ქართული დასი კარგად აცნობიერებდა იმას, რომ ცეკვავდა იმ სცენაზე, სადაც დიდ და სერიოზულ ცვლილებებს ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი პრიმა გამოიხმეს და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება მოსთხოვეს, ხელისუფლებას ანანიაშვილი პრობლემებთან მარტო მაინც არ დაუტოვებია. ამავე თეატრში საკუთარი ორგანიზატორული და სახელმძღვანელო ნიჭის გამოვლენა რეჟისორ დავით საყვარელიძესაც მოუხდა, რომელიც ოპერაში არც თუ ურიგოდ ერკვევა. საყვარელიძეს უპრობლემოდ გადაეცა თეატრის დირექტორის პოსტი და იგივე დავალება, რაც ანანიაშვილმა მიიღო. კიდევ ერთი რგოლი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც ორკესტრის ხელმძღვანელობასთან ერთად დანართის სახით ამავე ორკესტრის განვითარებაც მოსთხოვეს. თეატრში ტრიო საყვარელიძე, ანანიაშვილი, აზმაიფარაშვილი მჭიდროდ შეიკრა. დასაწყისში გარკვეული ხმაურისა და წმენდის მიუხედავად, ტრიომ პრობლემებისგან თავის დაღწევა საკმაოდ მოხერხებულად შეძლო. ზედმეტი კადრებისგან გათავისუფლებული თეატრის მთავარი მფარველი კი სახელმწიფო აღმოჩნდა, რაც ყველამ სერიოზული კრიზისის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის გადარჩენის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ შანსად აღიქვა. დღეს როგორც ანანიაშვილი, ისე საყვარელიძე უკვე აცხადებენ იმასაც, რომ თეატრმა ძირითადი პრობლემები უკვე დასძლია. ახლა მთავარია იმ ეტაპების გავლა, რომელთა მეშვეობითაც ოპერისა და ბალეტის თეატრი საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლდება. განვითარების 5 ეტაპიდან დარჩენილი 4-ის გავლა თეატრში მოკლე ვადებში სურთ. მეორე სტადიის დასასრულისკენ ვართ ჩვენ და ამ დაგვრჩა კიდე უამრავი რამ გასაკეთებელი იმის გარდა რაც გავაკეთეთ, იმიტომ რომ ამოუწურავია ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობა. ხარისხის ამაღლება დაიწყო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაყურებელი მოდის ძალიან დავაბრუნეთ თეატრზე. ჩვენი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ის, რომ ახალგაზრდობა შემოყვანა ესე თეატრში. ჩემი თაობის წარმომადგენელი და უფრო ახალგაზრდები. თეატრის ახალი და ახალგაზრდა ხელმძღვანელების სურვილებისა და გეგმების მასშტაბები საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურება. თუ იმ ტემპსაც გავითვალისწინებთ, რა ტემპში ზემოხსენებულმა ტრიომ დაიწყო მუშაობა, შესაძლოა ეს გეგმები ადვილად იქცეს რეალობად. ყოველი შემთხვევისთვის საჯაროდ გაცხადებული სურვილების ნუსხა ასე გამოიყურება. ოპერისა და ბალეტის თეატრი ევროპული მოდელის მიხედვით უნდა ამუშავდეს, ანუ დაემსგავსოს დიდ თეატრებს, არც მეტი არც ნაკლები კოვენტ გარდენს და მეტროპოლიტენს. ოპერის ხელმძღვანელობა იმასაც გეგმავს, რომ ამავე თეატრში დასავლელი მომღერლები უფრო ხშირად მოიწვიოს. მოკლედ ქართული თეატრი ევროპული თეატრების ოჯახში გაწევრიანებას თანაც სრულუფლებიანი წევრის სტატუსით სერიოზულად აპირებს. ფაქტობრივად ჩვენი ინტეგრაცია დაიწყო ევროპის თეატრებთან და სულ რამდენიმე ხანში საოპერო დასი და საბალეტო დასი უკვე დაიწყებს საერთაშორისო ასპარეზის მოღვაწეობას. ეს იქნება პერმანენტული გასვლების საზღვარგარეთ იმ ორბიტაზე, რაზეც საქართველო უნდა გავიდეს. მიმართულება არის მრავალმხრივი. ამ მრავალმხრივ მიმართულებას სჭირდება რასაკვირველი თავთავისი საქმიანობა. ეხა იწყება უკვე ახალგაზრდა თაობის აღზრდა, როგორც მუსიკოსებისა და ჩამოყალიბების. ახალგაზრდა თაობა ვოკალისტებისა მოვიდნენ, სოლისტები აქ მოღვაწეობენ ახალგაზრდა თაობის და საკმაოდ წარმატებულად. ოპერისა და ბალეტის თეატრს ერთდროულად იმდენი აფიშა, რამდენიც აქ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, დიდი ხანია არ უნახავს. სერიოზული ჩავარდნისა და კრიზისული პერიოდის შემდეგ თეატრმა, როგორც ამბობენ, საკმაოდ სუფთა სისხლი მიიღო. რევოლუციურად მოსული ხელისუფლების არჩევანი, ახალი კადრები უდრის დიდ ცვლილებებს, ოპერაში გამართლებული აღმოჩნდა. დღეს ამ თეატრს მაყურებელი ნამდვილად არ აკლია. აქვე საინტერესოდ გამოიყურება სპექტაკლების სიაც და აფიშების რიცხვიც. ადინას არია ოპერიდან სიყვარულის ნექტარი ასრულებს ანა აგლატოვა.
ამავე თეატრში მიმდინარე მოვლენებს უკვე დადებითად აფასებენ დასავლეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლები, რომლებიც ოპერაში აჩქარებულ ტემპებში მიმდინარე სიახლეებს თვალყურს სერიოზულად ადევნებენ. ის პერიოდი, რაც თეატრის ახალმა ხელმძღვანელობამ აიღო თავის ხელში, ეს ფაქტურად ჩათვალეთ, რომ პერიოდი არ არის. ეს არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს უნიშნელო დროა, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ძვლებია გაკეთებული. თეატრი ისეთი სტრუქტურა, ისეთი ისე რომ აქ ყოველთვის იქნება ძალიან ბევრი რამე გასაკეთებელი. აქ არ შეიძლება რომ მიაღწიო იმას, რომ იყოს თქვათ რაღაც ეტალონური თეატრი, მაგრამ თავარია რომ აი შედეგი არის. მე მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს რა დონეზე იყო ოპერის თეატრი. და მე მახსოვს კიდე, როდესაც ბატონი ჯანსუღ-კახიძე ედგა სათავეში თეატრს მაშინაც რა დონეზე იყო თეატრი. ყოველთვის არსებობს ასეთი ჩავარდნები საერთოდ. და ეხლა იმედია, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც სათავეში ახალგაზრდები დგანან, რომელიც სავსე არიან ენთუზიაზმით და კიდე რაღაც ახალი გააკეთონ, რაღაც დიდი შექმნან და საოპერო თეატრი ასჯენ კიდე უფრო მაღალ დონეზე. ამას მივესალმებით და თუ ჩვენგან რაიმე კიდე საჭირო ჩვენი დახმარება, ჩვენც ჩავერთებით სიამოვნებით, იმიტომ რომ თბილისის ოპერის თეატრი ეს ჩვენი თეატრია. ახლახან ამავე თეატრში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ იავნანას ორგანიზებით მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტების გალა კონცერტი გაიმართა. თავად პაატა ბურჭულაძე კი მაყურებელმა ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედებისადმი მიზღვნილ საღამოზე იხილა. მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტების გარდა ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვა ვარსკვლავებსაც ელიან. რეპერტუარში კი საკუთარი სპექტაკლების რიცხვის გაზრდაზე ფიქრობენ.